ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკომანთა რაოდენობა დღე იზრდება. ნარკომანიის საფრთხეებზე არაერთი სტატია დაიბეჭდა აფხაზურ მედიაში. ის რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სატრანზიტო კორიდორია, რომლის საშუალებითაც ნარკოტიკები აზიიდან ევროპის მიმართულებით გაედინება, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის ჯერ კიდევ 2012 წლის სტრატეგიის ანგარიშში იყო საუბარი. ნარკომანთა რიცხვის ზრდა აშფოთებთ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ნარკომანია არის პრობლემა, რომელზეც განგაშის ზარები უნდა შემოუკლათ, თორემ მერე გვიან იქნება. აცხადებენ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პალატის ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის საზოგადოებრივ პალატაში კვლავ ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რათა შემუშავებული იქნას წინადადებები ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი პალატის წევრი დანიელ უბირია, რომელიც ადრეც მუშაობდა ამ საკითხზე. დე-ფაქტო საზოგადოებრივი პალატის წევრების განმარტებით არალეგალურად ნარკოტიკების გასაღებისა და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიებების გატარება არაა საკმარისი. აუცილებელია შემუშავდეს და მიღებული იქნეს კომპლექსური პროგრამა ამ ბოროტების წინააღმდეგ. ეგრეთ წოდებული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრების გარდა შევიდნენ ეგრეთ წოდებული პარლამენტარები, აგრეთვე დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნარკოდისპანსერის წარმომადგენლები. ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პალატის ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა დანიელ უბირიამ აღნიშნა, რომ ადრეც საზოგადოებრივმა პალატამ არაერთხელ წამოწია ნარკომანიასთან ბრძოლის პრობლემები და პალატის წევრებმა არაერთხელ მიმართეს რუს კოლეგებს აფხაზეთში დაენერგათ მეტადონის პროგრამა, რომელმაც აფხაზური მედიის ინფორმაციით დე-ფაქტო აფხაზეთში რატომღაც არ მიიღო მხარდაჭერა. უბირიას თქმით, ის რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავა ადრე მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა ნარკომანიის პრობლემებზე, იგნორირებული იქნა ადრე ხელისუფლების მიერ. ამიტომაც ნარკომანთა რიცხვი არ მცირდება, პირიქით გაიზარდა. მათი ასაკი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. არის შემთხვევები სკოლებში ნარკოტიკული საშუალებების შეღწევისა. აღნიშნავს უბირია. ნარკომანია აფხაზეთისთვის არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს პრობლემა დავტოვოთ შესაბამისი ყურადღების გარეშე. აცხადებენ სამუშაო ჯგუფში. ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრების რაულ ლოლუასა და ილია გუნიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის იბრძოდნენ ნარკომანიის წინააღმდეგ, თუმცა სასურველია ეს ბრძოლა ყოფილიყო უფრო ეფექტური. მათივე განმარტებით არის პრობლემები დანაშაულის შეუქცევადობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებისთვის, მიიჩნევენ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პალატის ახალი სამუშაო ჯგუფის წევრები, ეგრეთ წოდებული კანონმდებლები. მათივე მოსაზრებით საჭიროა კომპლექსური პროგრამა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებასთან საბრძოლველად. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პალატის სამუშაო ჯგუფის წევრები საუბრობენ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და ინსპექტორების მიერ პრევენციული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე. ირინა კიუტმა, რომელიც არის დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი, წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც იზრდება ნარკომანთა და ნარკოდამნაშავეთა რიცხვი. 2014 წელს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებასთან ბრძოლისას დაფიქსირდა 92 დანაშაული, 2015 წელს 134, 2016 წელს 128, ხოლო 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ბევრად უფრო გაიზარდა ნარკომანთა და ნარკოდამნაშავეთა რიცხვი. ოკუპირებულ აფხაზეთში მსჯელობენ ნარკომანიის პრობლემებზე და მისი დაძლევის გზებზე. ამასობაში კი არაერთ საერთაშორისო კვლევაში მოხსენიებულია აფხაზეთი ნარკოტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად. ეს კარგად იციან რუსეთშიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ შესასვლელ-გასასვლელებსა და საერთოდ აფხაზეთში ცხოვრებას აკონტროლებს. თავად აფხაზებიც არ მალავენ იმას, რომ მთელი აფხაზეთის ახალგაზრდობა დღეს ნარკომანია. 10 მამაკაციდან 9 მომხმარებელია და ამ ბიზნესით თავიდან ყველაზე მეტად რუსეთის მაღალ ჩინოსნები ითბობდნენ ხელს. ახლა კი ეს ბევრისათვის ხელმისაწვდომი საქმიანობაა. ამიტომ თავად აფხაზეთშიც ფიქრობენ, ხომ არ არის აყვავებული ნარკომანია აფხაზეთის ტერიტორიის გაუკაცრიელების რუსული გეგმა.